ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორედ გახდა 2021 წლის 22 თებერვალს. და პრაქტიკულად 3 წელიწადი დაჰყო ამ თანამდებობაზე. ახლა იცით რომ პატიმარია, მაგრამ იმ ხანად, ანუ შესაბამისად 5 წლის წინ, ის პირველი პირი იყო ქვეყნისა 3 წლის წინაც, აი დღეს ჩვენ გვაქვს 2026 წლის 9 თებერვალი, ხო, ახალი დასრულებული ჰქონდა მეორედ პრემიერობა. ჩვენ გვაქვს 9 თებერვალი 26 წლისა 29 იანვარს წავიდა თანამდებობით. როგორ გგონიათ, ბანდა ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელს, მაგალითად მაშინ, როდესაც ერთი სრული წელი შესრულდა ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ პრემიერობიდან, ანუ შესაბამისად 2022 წლის 22 თებერვალს, მოუვიდა თუ არა თავში პაშკაში, რომ აღენიშნა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის სრული ერთი წლისთავი. აი კიდევ ერთი წელი რომ გავიდა შესაბამისად 2023 წლის 22 თებერვალს, რამ თქმი, თბილი, ლბილი, რბილი, შვენიერი და კიდევ უფრო შვენიერი სიტყვა უთქვამს თუ არა რომელიმე მათგანს ირაკლი ღარიბაშვილს. არა, არ გახსენებიათ, არც გახსენებიათ და არა იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერად არ მიაჩნდათ, არამედ იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს მიზეზთა და მიზეზთა გამო შემოავიწყდათ ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ. ახლა ის მის კითხვა, რატომ დაემართათ ამ ბანდიტებს, დეპუტატებს, მინისტრებს, სხვებს და სხვებს ეს ვერბალური ფაღარათი, როგორც ასეთი, ირაკლი კობახიძეზე, შემცვლელზე, უმცროსი ირაკლისა, ანუ ირაკლი ღარიბაშვილისა კობახიძე, მეც გავოცდი რამდენიმე ხნის წინ, ოდნავ უფროსი ყოფილა ღარიბაშვილი ირაკლიზე 10 პატიმარზე. რატომ არის რომ ერთი დეპუტატი, მეორე დეპუტატი, მინისტრის მოადგილე, ვიღაც ტიპები, ასევე რაღაც ექსპერტებად წოდებულები აქებენ და აქებენ ირაკლი კობახიძეს. რა გააკეთა განა ირაკლი კობახიძემ, ვინ დაავალა მათ რომ აკეთო? ირაკლი კობახიძე არის ასეთი ძალიან კარგი პრემიერიო და პოლიტიკოსიო. აი მაგალითად ქალბატონი ბოჭორიშვილი მინისტრად წოდებული ამბობს შემდეგ რამეს, როდის ვიხდი ისევ გამექცა და ვნახავ, სადაც არის, აი ქალბატონი ბოჭორიშვილი ამბობს შემდეგ რამეს, უთქვამს ქალბატონ ბოჭორიშვილს. ესე იგი ერთდროულად არის როგორც ფრთხილი, ასევე გაბედული ლიდერიო ირაკლი კობახიძეო. რას ლაპარაკობთო, თანო ფრთხილიაო, თანო გაბედულიაო, სიმართლე გითხრათ ცოტა მაკვირვებს ეს ორი თვისება როგორ შეითავსა ცოტა შეშლილ თვალებიანმა კაცმა, რომელსაც რეალურად საქართველოსთვის ჩალის ფასი აქვს. სხვები კობახიძეზე ამბობენ შემდეგ რამეს, თუ ესეც არ დამეკარგა, კარგი იქნება. ესეც დამეკარგა, მაგრამ მახსოვს ვინც გაგონდა გამოქვეყნებული და აქედან გამომდინარე მის ვოლზე შევალ, ეს არიან, ესე იგი ეს არის გეკა გელაძე, ბატონ ირაკლი არის ადამიანი, მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, შენი ხალხი. მეორე პირი ვინც აქებს მას არის მარიამ ქვრივიშვილი, ის ძალიან ზრუნავს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებზე, სასურველი იყო რომ სხვადასხვანაირად ჩამოეყალიბებინა ეს წინადადება პირმშვენიერ მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც ეგრა მაგის პასუხია და აღარ მახსოვს ვის ქონდა ეს გაზიარებული, მაგრამ მაინც თუ მივაგენი გეტყვით, რომ დაგვიანონსა და გვამცნო, რომ მონღოლეთსა, მე დაახლოებით მინდა რომ წარმოიდგინოთ სად არის მონღოლეთი და საქართველოს შორის პირდაპირ საავტომობილო, ხო ესე ეწერა, ხო არ მეშლება, პირდაპირ საავტომობილო გზა კი არა რაღაც ის კომუნიკაცია შედგებაო მონღოლეთსა, მეც მინდა რომ გავიაზრო, მონღოლეთსა და საქართველოს შორის აი რა დიდი მიღწევა აქვს ქვეყანასო და პარალელურად იცით თქვენ ამაზე გვექნება ჩვენ ვიდეო ბლოგი, რა მონღოლეთი, რა დენირო და რა რომელიმე ცენტრალური აზიის მაგალითად რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად თურქმენეთში ვიზიტი სწორედ ხსენებული პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძისა, პარალელურად კავკასიის რეგიონში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ისეთი ამბები ხდება, რომ თეთრი შური თუ არსებობს მართლა, ხო, უნდა გახედოს სწორედაც რომ სომხეთს
სადაც ჩავა დღეს სწორედაც რომ ამაზე გვექნება ვიდეო ბლოგი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სადაც კი არა უკვე ბაქოში მეორე დღეს ჩავა სწორედ ეს კაცი და სომხეთში და აზერბაიჯანში ანუ ერევანსა და ბაქოში ძალიან დიდი პროცესი რეგიონის მასშტაბით რასაკვირველია დიდი პროცესები მიმდინარეობს თუმცა ბანდიტები ასე მაგალითად თენგი შარბანაშვილი ან სხვები ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ და პირიქით თითქოს გამოხატავენ დადებით პოზიტიურ დამოკიდებულებას იმ საკითხის მიმართ რომ საქართველოში არ ჩამოდის ჯეი დი ვენსი ჩვენ უნდა გვახსოვდეს და კარგად უნდა გვახსოვდეს რომ განსხვავებული შინაარსის კონცეფციის მიდგომის მსოფლხედვის თვალსაწიერის არა მსოფლხედვის ვიზიტი იქნება ჯეი დი ვენსისა საქართველოში თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირისა შეერთებული შტატებიდან და განსხვავებული იქნება თბილისში და განსხვავებული იქნება ერევანსა და ბაქოში იმიტომ რომ იქ ბაქოსა და იქ ერევანში ჯეი დი ვენსი როგორც პარტნიორი ისე ჩადის და დღეს ჩავა ხოლო როცა ჩამოვლენ ამერიკელები როგორც პარტნიორები ისე არ ჩამოვლენ დამოუკიდებლად იმისა ესენი რას ბაქი ბუქობენ მათ შორის ყაველაშვილისა და რუბიოს 22 წამიანი ან 51 წამიანი შეხვედრის თაობაზე რომ ვიცოდეთ მაინც მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა მთლიანად კი არა პირველ კითხვას და პირველ საკითხს და ვიკითხოთ რატომ გამოიდეს თავი და რატომ იცავენ რატომ აქებენ ირაკლი კობახიძეს თანაბანდიტები ირაკლი კობახიძის ფრთებქვეშ მოქცეულები რატომ როგორ გონიათ და მე კი ძალიან არ ვეთანხმებოდი და ახლაც არ ვეთანხმები მოსაზრებას იმის თაობაზე რომ ირაკლი კობახიძეს მოიცილებს როცა იქნება კი არა მალე იქნება ბიზინა ივანიშვილი და მის ნაცვლად დანიშნავს ასე მაგალითად ირაკლი რუხაძეს ხო მესამე ირაკლი იქნება ეს ვინც პრემიერის თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას თუ ასე მოხდა ანუ პირველი ღარიბაშვილი იყო მეორე კობახიძე და მესამე სწორედაც რუბულხაძე იქნება თუ ეს ასე მოხდა მაგრამ ამ ბოლო ხანებში სულ უფრო მეტად ვიჯერებ მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ ამ ვერსიას თლად არარელევანტურად სულაც არ მივიჩნევ ეს არ ნიშნავს იმას რომ ბიზინა ივანიშვილი აი თებერვლის ბოლომდე მოხსნის ირაკლი კობახიძეს და გადაიყვანს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ თუ გაუშვებს რომელიმე ქვეყანაში ელჩად თუ გადაიყვანს სხვაგან თუ ასე შემდეგ თებერვლის ბოლოს მაინც და მაინც მაგრამ გაზაფხულს შესაძლოა ეს პროცესი ეგრეთ წოდებული ცვლილებები არ გასცდეს და ირაკლი რუხაძის წამოსვლა ტელეკომპანია იმედიდან შესაძლოა ხას უსვავ უკავშირდებოდეს იმასაც რომ ამ ირაკლი კობახიძეზე ბევრად გონიერ კაცს გულახდილად გეუბნებით ამას ამზადებს პრემიერ-მინისტრად ბიზინა ოლიგარქი ივანიშვილი რატომ? იმიტომ რომ ახალი სისხლი სჭირდება, ახალი ისპირები სჭირდება, რომლებსაც დაეყრდობა და ბევრი გულახდილები თუ ვიქნებით, მას საკუთარივე გუნდში არ ჰყავს. ეხა ღარიბაშვილს ხომ არ გამოიყვანს და ღარიბაშვილს ხომ არ დააბრუნებს პრემიერ-მინისტრად. ასაკვირველი არა ბახტაძეს, რამდენადაც მე ვიცი ესაუბრებოდა, გარკვეული კონსულტაცია ეს კაცი ბახტაძე არ არის საქართველოში, ესაუბრებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელობა, რომელიც საკმაოდ შეერთებულ შტატებშია ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით საკმაოდ კარგადაც არის ფინანსურ მდგომარეობას გულისხმობ პირველ ყოვლისა ბახტაძემ უარი უთხრა, ცხადია დიპლომატიურად, ცხადია ან ვისად უნდა საბოლოო ჯამში უავტორიტეტო მაშინაც ბახტაძე, მაგრამ იქნება და სწორი ან კარგი შემცვლელი ყოფილიყო ცოტააზე მეტად აგრესიული ირაკლი კობახიძისა თუ გადაწყვეტ თვას აპირებს როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის მიღმა ურთიერთობებისა ბიზინა ივანიშვილი კალაძეს ვერ დაეყრდობა კალაძეს ფული აქვს მოსატანი იცით თქვენ და სხვადასხვა ფორმით მათ შორის ჩემეული ვერსიით იმედის შენახვით უნდა ჩამოიტანოს ეს ფული კახა კალაძემ და ის არც მისაღები პირია საზოგადოების ფართო ფენებისათვის არდა კობახიძე თუ შესაძლებელია მართლაც და დაუბრუნდეთ კითხვას მაშ რატო გამოიდეს თავი ამ ადამიანებმა ქვრივიშვილმა ბოჭორიშვილმა სხვებმა იმიტომ რომ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშნვის შემთხვევაში ირაკლი რუხაძე თუ იქნება მაგალითად ირაკლი რუხაძე მათ მაღალი ალბათობით შეელევა და მოცემულ ეტაპზე არც ქალბატონ ბოჭორიშვილს და არც ქალბატონ ქვრივიშვილს არ უნდა უნდოდეთ დატოვება თანამდებობების, იმიტომ კი არა რომელიმე მათ გარება ის და მაინც კორუფციულ სქემებშია გახლართული, არამედ
მითუმეტეს გავდით ბოჭორიშვილს ეხლა რა წოდომა უნდა კონდეს რაღაც ფულებზე, რაღაც თანხებზე, მაგრამ თანამდებობაზე ძალაუფლებაში ყოფნა მათთვის ახლა საამო არს რომ ვიცოდეთ მაინც. ახლა მე ერთ ვიდეოს გაგახსენებთ, ბოდიში ვიდრე ვიდეოს გაგახსენებთ, დავამატებ ერთ რამეს, ერთ გავხსნი ეს საოცარი ლინკია. ნახეთ, რუსთავი ორი როგორ სიუჟეტს გვთავაზობს, სწორედაც რომ როგორ პროპაგანდისტურ სიუჟეტს გვთავაზობს, სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეზე, სწორედაც რომ მას ეს არის ანტიჟურნალისტობის, არაჟურნალისტობის თვალსაჩინოება, 5 წამი გამექცა და 5 წამით ადრე დავაბრო. რომელსაც გუნდი ირაკლი კობახიძეს უდასტურებს წარსულში გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ შედეგებს ეფუძნება. პროფესიით იურისტის პოლიტიკური გზა 2015 წლიდან იწყება. ქართული ოცნება ყველა შორის ის კალაძე ჩანს ამ კადრშიც ვერ მოშვებული არ მახსოვდა სიმართლე გითხრათ ეს კადრი, მაგრამ ეს იერი კალაძისა, მაგრამ სწორედაც რომ კალაძემ შემოიყვანა ქართულ ოცნებაში 2015 და 2016 წლებში მერე უკვე თანამდებობაზე წარადგენს. ერთ წელში პარლამენტის თავმჯდომარე ხდება და საკონსტიტუციო რეფორმა. ამ სიუჟეტში არ არის ხსენებული 2019 წელს გავრილოვის ღამე როცა მოხდა მაშინ, ხო, ირაკლი კობახიძემ თანაჩამომყვანმა ამ რუსი ოკუპანტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დამსმელმა ერთ-ერთმა ჩამსმელმა იქუცნაშვილის იყო, ვინ არ იყო, ხო, ითელი ამბავი იყო, ხო, ირაკლი კობახიძე გადადგა, მაგრამ პროპაგანდას, რომელიც სიუჟეტის ტექსტებს უთანხმებს პარტიას, უთანხმებს სუსსაც და ეს ეხება ყველა პროპაგანდისტურ არხს, რასაკვირველია ეს არა აქვს აღნიშნული და მუშაობა იწყება. გავა დრო და კონსტიტუციის ავტორს ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვა საკონსტიტუციო გავა დრო და აი ეს ტექსტი ვინ შექმნა, რომელმა ხელმა მოაკალმა, რომელმა ხელმა დააბეჭდა ეს ტექსტი. ეს არის ძალიან საინტერესო გავა დრო და ერთი რუსული საწყრა იზოტიშო время, ხო რუსული საწყისი აქვს ამას, ეს არ არის თლად ქართულ ენაზე შექმნილი სინტაქსი არ არის ეს რომ ვიცოდეთ მაინც, მაგრამ გავანებოთ ამასაც თავი. სასამართლოშიც მოუწევს, თუმცა იქამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, რომელიც პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ანდო. პოლიტიკასთან ერთად სამართლის დოქტორი მეც ნებართვით ამ ხო წუთნახევრიანი არც კი წუთი და 20 წამიანი სიუჟეტი კი არის, თავიდან ბოლომდე არ მოგასმენინებთ კი არა, მოგასმენინებთ პრინციპში რაღაც დარჩა 28 წამი. აკადემიურ საქმიანობასაც აქტიურად განაგრძობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. საერთოდ მაოცებენ ადამიანები საკუთარ თავზე რომ საუბრობენ მესამე პირში. ანუ არა მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაღაც პროფესორი, დიუსელდორფის, ესე კი არა. ნახეთ, ის ამბობს საკუთარ თავზე ლაპარაკობს მესამე პირში, ელაპარაკება თითქოს საკუთარ რომელიღაც ეგოს. ეს სალგე ფენომენია, მარტო კობახიძეს არ ეხება, მაგრამ მაინც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. აქ შევჩერდები, ბერს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე. ირაკლი კობახიძის კარიერა სწრაფად შეცვალა პირი, ხო? და ასე შემდეგ. სილამავს 730 დღის წინ კი კალენდარზე ეს 730 დღე რა ხდება? აი რაღაც მარტვილობის 2 წელიწადია, ანუ 365 გამრავლებული 2-ზე. მარტვილობის, წამების, მოწამეობრივი ცხოვრების 730 დღეა, ან 730 დღის განმავლობაში 730 კი არა, 70 კი არა, 7,3 საქმე მაინც დადებითი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მას გაუკეთებია. ამ ჟურნალისტად წოდებულს მინდა ვკითხო, აი მე და თქვენ დაგვარი ბრძანდება, არ ვიცი, ვისი სტუდენტიც არის, არ ვიცი ხო და ამთავრა რაღაც რომელიღაც უნივერსიტეტის ასე მაგალითად ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მე და თქვენი ლექტორი, ვინც არ უნდა იყოს, მოვალთ, სადაც გვეტყვით, იქ დაგვიგთხოვეთ, კი არა, გვიგითხარით, სად მოვიდეთ და ვილაპარაკოთ თქვენ დამოუკიდებელი აზრები მითხარით, შვილო, მეთქი ალბათ ჩემი შვილის ტოლია. ეს ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც დაავალეს და იფუჭებს შვილო, მეთქი ასე ჟურნალისტო, საკუთარ სახელს და სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა, რუსთავიურსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა პროპაგანდასა. სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მსახურებასა, ხო?
შობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა ეს კი არის პრინციპი იმ ლექტორს ვინც არ უნდა იყოს ჩემი მეგობარი არა მეგობარი ნაცნობი არა ნაცნობი ეს უნდა ეთქვა იმიტომ რომ ასე ცალკე ჟურნალისტიკი გადავდივარ სხვა თემაზე ცალკე ჟურნალისტიკის ასე მაგალითად რაღაც რომელიმე ჟანრის სწავლება კი არ არის მნიშვნელოვანი არამედ ეს ყველაფერი უნდა ჩასვა კონტექსტში და ეს ყველაფერი და თასფაკვირველი უნდა დაფუძნებული იყოს თავისუფლებაზე რაც ახალგაზრდა არ ვიცნობ პატივისცემას არ უნდა სულებ წარმატებას კი გადასხვაფერებას უსურვებ მას. ეხლა რაც შეეხება დავამთავროთ ეს სიუჟეტი პრინციპში დამთავრდა უჩემოდაც. ახლა შეეხება ერთ ამბავს მე კიდევ ერთ პირზე შეგახსენებთ. სად არის? აი ეს არის თუ არ ვწდები? პატარა რემარკის გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით რემარკას აკეთებს. ღარიბაშვილი ესე აინტერესებს. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. ირაკლი კობახიძე არ იყო ავტორიტეტი, ირაკლი კობახიძე არ იყო ფინანსისტი. ეს რომ თქვას ბიზნა ივანიშვილმა ხვალ იქნება თუ ზეგ ხვალ ზეგ პირობითად. ეს პირები, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ირაკლი კობახიძეს და რომლებსაც ძალიან აფრთხობთ საკუთარივე მომავალი, ხომ არ გაიმეორებენ. ან ხომ არ იგივეს, ან ხომ არ დაეთანხმებიან დამფუძნებელ მამას. ადამიანმა ამან ყველას თქვენი სურათ ხატობა თქვენი სახე მოდი ასე უფრო სულად ხატი შეიძლება ვერ გაიგოთ ხო თქვენი სახე როგორც ესეთი დაგკარგათ ჩაკკარგათ საკუთარივე უსახურობაში ან იმ უსახურობაში რომელსაც ის ქმნის არა არ იყო ავტორიტეტი ირაკლი ღარიბაშვილი რატო დანიშნა ან რომ დანიშნა რატომ აქებდით ერთი ხანობა რატომ მიგაჩნდათ არა ერთი წლის თავზე არა მრგვალ თარიღებზე არამედ რატომ მიგაჩნდათ რომ ალტერნატივა იყო ზოგადად რომ ღარიბაშვილი და ახლაც რომ მიგაჩნიათ ირაკლი კობახიძე ხვალ რომ რამ დარღვევა აღმოუჩნდეს და ირაკლი ღარიბაშვილს მიუსვან გვერდით ჩაარტყავთ თუ არა ზურგში დანას რასაკვირველი ასე იზავთ იმიტომ რომ თქვენთვის ბიზინა ივანიშვილია რამზეს მეორე ან ბიზინა პირველი ჯობია რომ დავარქვათ ის მივანიშნებდა რომ ხელი უნდა მომეწერა და ჩემთვის კეთდებოდა ანუ მდივანი იყო მიანიშნებდა ის რომ ხელი უნდა მოეწერა თანხა უნდა გადაერიცხა ამას ამბობს კიდეც და სხვა შორის ვიქტორ ყიფიანი მისი ყოფილი ადვოკატი ელაპარაკება აქ მას და რა საჭირო იყო ეგეც კარგად არ მისმის საჭირო იყო მაშინ ამ კადრების ამ დიალოგის გამოგდება და საზოგადოებისათვის გაცნობა ამით ხომ ბიზინა ივანიშვილმა დაამცირა როდინდელია ეს მეგონი პრემიერი რომ აღარ არის პირველი პრემიერობა რომ მოილია და სავიდრე მეორე პრემიერი გახდებოდა მანამდელია შუა პერიოდშია ეს ჩაწერილი მაგრამ მერე უბრუნდება კაც ბიზინა ივანიშვილი რომელიც თავად გააფუჭა თავად შერყმნა თავად გაანადგურა თავად წაუშალა ყველანაირი სახე დახატა და მე საშლელი წაშალა და აქ-იქ დარჩა კონტურები პირობითად რაღაც იმ სიგრძე ცხვირი წაქვს ისიც ნახევრად წაშლილი იზღიმილი რაც ქონდა ისიც ნახევრად წაშლილი და ასე შემდეგ გადაფლითა და ასე გადაფლեց ივანიშვილი ოლიგარქი ირაკლი კობახიძესაც როცა დასჭირდება და მე მგონია რომ ირაკლი რუხაძეზე არ გამოვრიცხავ რომ ირაკლი რუხაძეზე უკვე აკეთებს ის ერთგვარ არჩევანს ერთგვარად აემზადება იმისთვის რომ რამე რომ იყოს ფსონი დადოს სწორედაც რომ ირაკლი რუხაძეზე ანუ კობახიძე აუთ და გვარია რუხაძე ინ და შესაძლოა მართლა ამას უკავშირდება ეს რუხაძის მიერ იმედის 1000 ლარად კომპანია რომელსაც აქვს სახელმწიფოს დავალიანება არ მინდა შემეშალოს თქვენ რაღაც 500 რაღაცა მილიონი რომელიც ყოველწლიურად ინვესტორს უჯდება ფლობელს უჯდება 70-80 მილიონი ლარი გარდა იმ სარეკლამო შემოსავლებისა რომელსაც წენიან კერძო კომპანიები სწორედაც რომ იმედში რომ ემანდ არ გააჯავრონ ბიზინა ივანიშვილი და ეს კლანი 80 მილიონი დეფიციტია ყოველწლიურად და ამას ამ კომპანიას აქვს ათეულობით თუ ასეულობით არა მილიონი ლარი ბიუჯეტის დავალიანება და ასე შემდეგ ტენიან ტიპს რომელსაც აძლევენ ამას 1000 ლარად და ავალადებულებენ რომ გადაიხადოს ეს 50 მილიონი 6-7 მილიონი ლარია ყოველთვიურად მე მანახეთ ბიზნესი მათ შორის წარმატებული ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში რომელიც 7 მილიონს იგებს ისე რომ ემეტება ტელეკომპანია იმედისათვის ან ნებისმიერი არხისათვის მანახეთ
ამგვარი ბიზნესი არ არსებობს, მით უმეტეს ეს ვინმე ვიღაცაც ქვია ამ კომპანიას, Primehouse თუ არ მახსოვს შეიძლება შემეშალოს, ამ ვიღაც ტიპების კომპანია აბსოლუტურად უცნობი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა, რომ ვიცოდით, მაინც უბრალოდ ყველაფერს ერთ კონტექსტში ვსვამ და ამასობაში კი გავიდა 20 წუთი და მოусმინოთ ირაკლი კობახიძის და მირაკლი ღარიბაშვილის ნაჩალნიკს კიდევ მოусმინოთ და ასეთ ნახეთ რას ამბობს. აი წერილები რომელიც იგზავნებოდა თქვა ღარიბაშვილზეა. იგივე თქვა ჩამოდიოდა დელეგაცია, მას დელეგაციას უნდა დროის შეთანხმება. იყო რაღაც შეის არ მესმის, აი გულახდილად ლაპარაკობ ღარიბაშვილს ხო არ დავიცავ არას დიდებით და არასოდეს. რა უკაცრავად ამ სიტყვისთვის რა პონტია? რატო ამცირებს ასე? რატო ის ხო რომ ღარიბაშვილი არ დასაცავი არ არის, მაგრამ რატო ამცრობს? რატო თელავს? რატო ანადგურებს? ასე მდივანი აი ჩხელის ბიჭი იყო რა, რასაც ვეთყოდი წერილები, რაღაც დელეგაციის ჩამოსვლა, თანხის გადმორიცხვა, ასე უდგება ის ყველა, ასე უყურებს ის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი მორჩილი და მონა გადათელილი ყავს. ჩალის ფასიანია და კობახიძეც ესეთია, კალაძეც ესეთია, ყველა ასეთია, ვინც იყო ან არის მასთან და თუ ვინმე ახტა, თუ ვინმე წავიდა ამ ნიაღვარის წინააღმდეგ, ამ მონსტრიფიკაციის წინააღმდეგ, ის ნადგურდება დამატებით. ანუ არა მარტო ისინი, ვინც ემსახურებიან, ღარიბაშვილი ემსახურებოდა, არამედ ვინც მიდის მის წინააღმდეგ, უგორდება კამპანიები და ასე შემდეგ და აი ეს დამპლური ბოდიშვილის სისტემა ჩამოაყალიბა ამ ოლიგარქმა კაცმა. ამიტომ მომავალ იმ ადამიანებს, ვინც თეორიულად ცდილობთ რომ ან ფიქრობთ რომ დაალაგოთ ბიზინა ივანიშვილთან, გაგიბედავთ და გეტყვით. ნუ დაალაგებთ, გაგიჭირდეთ უმალ შობს ნებისმიერ დონეზე ჟურნალისტებად წოდებულს, ექსპერტებად წოდებულს, რიგით მოქალაქეებს, ვინც ცდილობს რომ მიეტენოთ ბიზნესს ან ბიზნეს სისტემას, იცოდეთ რომ შეგჭამთ, შეგხრავთ ეს სისტემა, თქვენს პიროვნულობას გაანადგურებს. ისევე როგორც გაანადგურა, აგეც ციხეში ხავს მართლა ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ყობახიძე ხა მაინც და მაინც ციხეს კი არ უწინასწარმეტყველებ, უბრალოდ ვამბობ რომ მასაც იგივე ბედი ელის მაშინ, როდესაც როგორც ნასკს, არა როგორც წინდას, არამედ როგორც სუნიან ნასკს გამოცვლის ბიზინა ივანიშვილი და დადგება ეს დრო, არ ვიცი რამდენად ხვალ, არ ვიცი რამდენად ზეგ, მაგრამ დადგება ეს დრო უთუოდ და ისევ მაკაბოჭორიშვილს რომ არიამ ქვრივიშვილს რომ მიუბრუნდე, ისინიც გრძნობენ ამას, რომ ვიცოდეთ მაინც და აკი ამიტომაც მათ ნაჩალნიკს, მათ უფროს, მათ ხელმძღვანელს, მათ პრემიერს ჩამოჰყიდებიათ შესანიშნავად ხვდებიან რომ ეს სასტიკიკაცი ან მის მიერ მოყვანილი ნებისმიერი სხვა პირი რო ხაზე იქნება თუ სხვა, ირაკლი ექნება თუ შაქრო, მათაც მიადგება ადრე იქნება. თუ გვიან პრინციპში ავუწუროთ ვიდეო ბლოგი, აღარ გვინდა საუბარი ბიზინა ოლიგარქ ივანიშვილზე და სათაურად კი გამოვიწეროთ ამგვარი და შეცვლის, ან ცვლის თუ არა, აგდებს თუ არა, თუ გნებავთ უფრო მძიმეზნა, გამოვიყენოთ აგდებს თუ არა ირაკლი ყობახიძეს ბიზინა ივანიშვილი. აი ეს იქნება ამ ვიდეო ბლოგის სათაური და ბრგედ ვიყოთ ყველანი და თქვა ესეც შეუძლებელია მათი პარპაში სამუდამო პარპაშს გულისხმობ თორე ცოტა ხნით რომ კიდე იპარპაშებენ ესეც სამწუხაროა და ესეც ფაქტია. ნახვამდის.